თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, ასევე გიორგი ხაინდრავას, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესს ბრალდებულებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე მოწმის სახით თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი დაიკითხა. მან ჩვენებაში თქვა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე სამინისტროში მიმდინარე ყველა შესყიდვის შესახებ ინფორმირებული იყო. მოწმის განმარტებით არსებობდა გარკვეული ხელშეკრულებები, რომლებიც საჩქარო წესით გაფორმდა. დღეს მოწმეს კითხვები დაუსვა თავად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმაც. მან მოწმეს კითხა, თუ რომელ დოკუმენტებზე მიუთითეს, რომ საჩქარო იყო. დეპარტამენტის უფროსმა განმარტა, რომ საუბარია 4-5 ხელშეკრულებაზე, რომლებზეც უთხრეს, რომ განსაკუთრებული შესყიდვა იყო. საუბრის ამსახველი აუდიო ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. ჩემთან ქონია ეს გამოცდილება და მოვწწრე ხარ და უშუალოდ ამ პროცესის თუ რას ნიშნავს განსაკუთრება როგორ მიიღებოდა არა დავალებას გასაგებია პირველი პირი რომ მინისტრია სამინისტროში ეს უშუალოდ შემსწრეხავთ თუ არა თქვენ პროცესის როგორ მიიღებოდა განსაკუთრება ძალიან საჭირო შესწრება და შესაბამისად საჩქარო თქო მოსასწრები ეს შესწრება საჭირო რო იყო ძალიან შესაბამისად თქვენ აკეთებთ დასკვნას რომ საჩქარო იყო საჩქარო არის გითხრეს თუ საჭირო არის საჩქარო როგორ ხელშეკრულებაზე გითხრეს ეს და რამდენი ხელშეკრულება იყო ეს ხელშეკრულება სხვადასხვა დროს მოვიდა თქვენთან ხელმოსწეროთ ვიცით და ვიცით საკუთარ პოლიციის მართლაც და არანაირი პირადული არა ეს მოგონოსებში გასაგებია და მინდა პარტიის საერთაშორისო და მეც ძალიან და შეიძლება ჩემთან ამას შევხვდით რამდენჯერმე მოვიდა. სულ რამდენჯერ მოვწერე? სულ არის საერთოდ სამი თუ 4 და ყველა ოქროს მოთან ცალსაკე მოგიტანეს თუ ერთად? ცალსაკე და ყველაზე გითხრათ რომ საჩქაროა? ერთი პროცესია ეს საჩქარო. და ეს ჰოსპიტალი შეიძლება ეს სულ სხვადასხვა საუბარი უთეთსაც მე ასე ვიცოდი ვიღაცი და თანამოწმე დასკვნა გამოიტანე რადგან საჩქარო თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ბრალის მიხედვით ბურჭულაძემ 2023 წელს მისი მოადგილის ნათესავისა და სამინისტრო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2.606.672 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა. რის შედეგადაც უწყებას 1.333.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. გარდა ამისა, პროკურატურის თანახმად 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544.000 ევროდ ქონება შეიძინეს. ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად კი მესამე პირთან დაბა წყლეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. ბურჭულაძის ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ ესპანეთის სახლი, რომელიც ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლის ნინო მხეიძის სახელზეა, დაყადაღებულია. თავდაცვის ყოფილ მინისტრს 9-12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რაც შეეხება ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან. ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვლადიმერ ღუდუშაური გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.